საერთოდ გაგაცნობთ იმ ადამიანების სახელებსა და გვარებს და თავად იმ ადამიანებსაც წარმოგიდგენთ, რომლებიც საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარულ ოლქში კენს იღრიან და ამის შემდეგ უკვე უმაღლესი საბჭოს როგორც პარტიული სიის პირველ ათეულს, ასევე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების გვარებსაც გაგაცნობთ. ხულოში ჩვენი დეპუტატობის კანდიდატი იქნება ბატონი კახა მელაძე, შუახევში ბატონი შოთა ჯიბლაძე, ქედაში ბატონი ელგუჯან აკაშიძე, ხელოჩაურში ბატონი შუქრი თურმანიძე, ქობულეთში ბატონი თამას ბაკურიძე და ბათუმში ბატონი ირაკლი ნარაკიძე. რაც შეეხება აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს, აქ ხულოში ჩვენ წარმოგადგენს ბატონი რობერტ ხოზრევანიძე, შუახევში ბატონი ნუგზარ ფუტკარაძე, ქედაში ბატონი ქალბატონი უკაცრავად ნაჯეჟდა ჯაბნიძე, ხელოჩაურში ბატონი ზაზა შაშიკაძე, რომელიც გახლავთ კიდეც მოგეხსენებათ ხელოჩაურის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი, ერთადერთი ოპოზიციონერი მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში და იმედი გვაქვს რომ ერთადერთი აღარ იქნება, მაგრამ როგორც მინიმუმ ზაზა კვლავ იქნება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხელოჩაურიდან. ქობულეთში ბატონი ნუგზარ ბაჯელიძე. რაც შეეხება ბათუმში მაჟორიტარულ ოლქში კენს იღრის ჩვენი აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნიაზ ზოსიძე. პარტიული სიის პირველ ათეულში პირველი გახლავთ ჩვენი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნიაზ ზოსიძე, მეორე გახლავთ ნუგზარ ფუტკარაძე, მესამე ბატონი მურმანი, მეოთხე ზაზა შაშიკაძე, მეხუთე გიორგი მახარაშვილი, მეექვსე რუსლან ბარამიძე, ლამის მთელი უნივერსიტეტი, ბათუმის ეხლა დავაკვირდი ამ სიას და ბიოგრაფიებს ხო, ეგ მთელი უნივერსიტეტი აქ არის წარმოდგენილი ჩვენს პირველ ათეულში. მეშვიდე გახლავთ ქალბატონი ნინო მიქელაძე, მელქაძე, მერვე ქალბატონი ნაჯეჟდა ჯაბნიძე, მეცხრე ნუგზარ ბაჯელიძე და მეათე ბატონი რობერტ ხოზრევანიძე. ეს არის ათეული. დიდი იმედი მაქვს, რომ აჭარაში მცხოვრები ამომრჩეველი დააფასებს ამას და მისცემს კიდევ უფრო ძლიერ მანდატს იმისთვის, რომ უკეთესად ემსახურონ თავიანთ ქვეყანას, თავიანთ სამშობლოს, თავიანთ ოჯახებს.